მე მიმაჩნია რომ ენერგეტიკის პრობლემა დღეს და უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში ალბათ იქნება ქვეყნის უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოების ნომერ პირველი პრობლემა. გადაწყდება ეს საკითხი, ესე იგი გადაწყდება ქვეყნის დინამიური განვითარების პრობლემაც საკითხიც და გადაწყდება ხალხის კეთილდღეობის საკითხიც. ეს ისეთი წლებია 92-ის მეორე ნახევარი და ზამთარი, 93, 94 და 95-ის დასაწყისში. როცა ჩვენ ვიღებდით გაზს განუსაზღვრელად და იძულებული ვიყავით ყველაფერზე ხელი მოგეწერა. მე მახსოვს ძალიან კარგად 93 წლის ზამთარში ჩამოვედი თურქმენეთიდან და ერთი 50 კაცი დამხვდა აეროპორტში. რომ რაკენი ნიაზოვმა მოგცა თუ არ მოგცა თანხმობა. არავინ არ კითხულობდა მაშინ შეგვიძლია გადახდა თუ არ შეგვიძლია გადახდა. ლაპარაკი იმაზე რომ იყინება, გაიყინება ხალხი, ბავშვები, გაიყინებიან, ყველაფერი დამთავრდება, ყველაფერი დაიღუპება. მე ამ 4-5 დღის შემდეგ უნდა ჩავიდე თურქმენეთში და ძალიან სერიოზულად განვიხილო საკითხი ბატონ ნიაზოვთან. არა მარტო იმისთვის უნდა დაუჩოქო რომ ვალი გადაგივადოს კიდე რაღაც 1 წლი თუ 2 წლი და ასე შემდეგ, არამედ სერიოზულად განვიხილო. რადგანაც მარტო თურქმენეთი აღარ იხილავს ამ საკითხს, ყაზახეთიც იხილავს. გაზის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და კასპიის ზღვიდან გაზის გამოტარებისა დასავლეთის მარშრუტით. ესე იგი საქართველოზე გავლით. ეს უკვე ფანტაზია აღარ არის. ფანტაზია იყო, როცა მე ვიწყებდი საუბარს ამ დერეფანზე 93 წელს, მაშინ ფანტაზია იყო. დღეს ეს დერეფანი რეალობაა. რეალობაა, რომელმაც ჩვენ უნდა გამოვიყვანოს ამ კრიზისიდან საბოლოოდ და საშვილიშვილოდ. ეს მოგვიტანა ჩვენმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. მოგვიტანა იმან, რომ სოფლიო ცნობს საქართველოს, როგორც სტაბილურ და ნორმალურ ქვეყანას.